86 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს იად გამსახურდიას, რომელიც იყო რეფერენდუმის და დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის მთავარი სუდის ჩამდგმელი. საქართველომ დღემდე შეძლო დამოუკიდებლობის არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო მეტად გამტკიცება და დამოუკიდებლობა არის ის, რასაც განსაკუთრებულად უნდა გავაფრთხილდეთ, რა თქმა უნდა. მომავალშიც დამოუკიდებლობა სჭირდება მუდმივი გაფრთხილება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გრძელდება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება. ამ თვალსაზრისით 2025 წლის პირველი და მეორე თვეებიც იყო გამორჩეული. დანული ავიაკომპანიები British Airways და EasyJet შემოდიან საქართველოში, უკვე იწყება ფრენები. ასევე ინოვაციები არის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. და ამ კუთხით საზოგადოებას ჩვენ თავაზობთ ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს. კერძოდ ქართული სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში. აქედან პირველი 3 წლის განმავლობაში ისინი საშემოსავლო გადასახადით დაიფიქრებიან 0%-ით, ანუ ნულოვანი საშემოსავლო გადასახადი იმოქმედებს სტარტაპერებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ინიციატივა ხელშეუწყობს ახალი ინოვაციური სტარტაპების დაფუძნებას, ასევე საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში.